2 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის საუკეთესო გუნდის ტიტულის მოსაპოვებლად 8 გუნდი იბრძოლებს, რომლებიც 2 ჯგუფში არიან გადანაწილებულნი. მატჩები თბილისსა და გორში გაიმართება. საქართველოს ნაკრები ჩემპიონატის წინ დასკვნით შეკრებას გადის. გუნდის მთავარი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია. მათგან 18 ტურნირის საბოლოო განაცხადში მოხვდება. შემადგენლობა უძლიერესია, თუმცა დანაკლისი მაინც არის. გამოგვაკლდა 2 ფეხბურთელი, რომელიც ვერ დაეხმარება 19 წლამდე ნაკრებს, ესენი არიან არდაზიშვილი და კერესელიძე, მათ მიიღეს ტრავმები. რაც შეეხება თვითონ მზადების ხარისხს, ჩვენ ყველა მთლიანად გუნდი, მწვრთნელები, ფეხბურთელები მაქსიმალური კონცენტრაციით ვართ უკვე მომართულები იმისაც, რომ უახლოეს შეხვდეთ, მზადყოფნაში შევხვდეთ. მოსამზადებელმა პერიოდმა კარგად ჩაიარა. გუნდმა 10 დღიანი შეკრება გაიარა ბულგარეთში, სადაც 2 ამხანაგური მატჩიც გამართა ადგილობრივ თანატოლებთან. ახლა ნაკრები ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ვარჯიშობს. ძალიან დიდი ხანია ერთად მოვდივართ, ასე ვთქვათ, შეკრეული გუნდი ვართ და ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ წარმატებით გამოვიდეთ და წარმატებით ვიასპარეზოთ, ასე ვთქვათ, ევროპის ჩემპიონატს. მზადებაც კარგად მიმდინარეობს. ბევრი შეკრება ვყოფთ ერთად და ვიყავით. ძალიან ბევრი ამხანაგური თამაშებიც ვითამაშეთ, გამოცდილებაც მივიღეთ ამასობაში და ძალიან ბევრი გამოცდილება დაგვიგროვდა და ესე ვფიქრობ, ძალიან კარგი ვართ მომზადებული. მაქსიმალურად კონცენტრირებული და სერიოზულად ვემზადებით ვარჯიშზე და რისი მიღწევაც გვინდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ უახლოეს მონაკოში შევძლოთ. A ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები პორტუგალია, ჩეხეთი და შვედეთი არიან. B ჯგუფში ინგლისი, ბულგარეთი, ჰოლანდია და გერმანია მოხვდნენ. ორივე ჯგუფი ძალიან რთულია, ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს შემთხვევითი გუნდი და ნაკრები. შესაბამისად, თითოეული თამაში ჩვენ იქნება ძალიან დაძაბული, უკომპრომისო. ჩვენ რა თქმა უნდა პატივს ვცემთ მეტოქეს, ვითვალისწინებთ მათ როგორც ძლიერ, ასევე სუსტ მხარეებს. ჯგუფიდან გასვლა იოლი ნამდვილად არ იქნება, თუმცა საქართველოს ნაკრებს საშინაო კედლების უპირატესობა აქვს და გულშემატკივრის აქტიურობაზე დიდი მეტს ამყარებს. შეხვედრები თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურსა და სათადარიგო სტადიონებზე, ასევე დავით პეტრიაშვილის არენაზე გაიმართება. გორში კი მატჩებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში უკვე დაიწყო. ერთ მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 2 ლარია. აბონემენტის შეძენა კი გულშემატკივარს 10 ლარად შეუძლია. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან კარგი არის, ასე ვთქვათ, განვითარებისთვის ევროპის ჩემპიონატი დარდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ქვეყანაში რო თამაშობთ, ბიჭები ორმაგად მოტივირებულები ვართ, ორმაგად საბრძოლოდ ვართ განწყობილი, იმიტომ რომ ხალხის ხარდაჭერა არის, ჩვენი ოჯახის წევრები არიან და ასე ვთქვათ, ყველაფერი უფრო მიჩვეული ვართ გარემოს, ასე ვთქვათ და რაღაც უპირატესობა გვაქვს გარკვეული სხვასთან შედარებით. პარალელურად გრძელდება ჩემპიონატის თასის მოგზაურობა საქართველოში. პირველი გაჩერება გორი იყო, მას შემდეგ ტურნირის მთავარმა ჯილდომ თითქმის ყველა რეგიონი მოიარა. 19 წლამდე ევროპის ჩემპიონატი არის მომავლის ჩემპიონატი. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ვნახავთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი ნაკრების რიგებშიც, რომლებიც მომავალი ფეხბურთელები, ვარსკვლავები იქნებიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე UEFA-ს გადაწყვეტილებით ახალი ექსპერიმენტული წესი ამოქმედდება. მწვრთნელს საშუალება ექნება მეოთხე ფეხბურთელის შეცვალოს ოღონდ მხოლოდ დამატებით დროში. ამ ექსპერიმენტს გამოიყენებენ წელს 21 წლამდელთა ევროპირველობაზეც. უკვე ცნობილია იმ არბიტრთა ვინაობაც, რომლებიც 19 წლამდელთა ჩემპიონატის მატჩებს გაუძღვებიან. შეხვედრებში დანიელი, იტალიელი, რუსი, ნორვეგიელი, სერბი და თურქი არბიტრები იმსაჯებენ. საქართველოს ნაკრები კი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს 2 ივლისს გორში პორტუგალიის წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20 საათზე დაიწყება. 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟებს გულშემატკივარ საზოგადოებრივი მაუწყებელი შესთავაზებს.